სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. დღეს ჰორიზონტს მიღმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, როგორც ყოველ პარასკევს. მე კი ესმა გუმბერიძე ვარ, მისი წამყვანი. დღეს ჩვენ ორი ორგანიზაცია გვეყოლება, სტუმრად, ახალგაზრდული, იმის საჩვენებლად, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია რეალურად ახალგაზრდას რეგიონში, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს და სწავლობდეს უკვე თბილისში, მაგრამ მაინც ბრუნდებოდეს თავის რეგიონში და პირიქით ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში და ჩადიან სხვა რეგიონებში, სხვა ქალაქებში, სხვა სოფლებში და ესეც ჩასვლით ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს და პროექტებს. ეს ორივე ასეთი ორგანიზაცია დღეს ყავს წარმოდგენილი, ყვარლის ევროკლუბი და შემდეგ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში კავშირ ფრეიაზეც ვისაუბრებთ. ახლა კი გადაცემის პირველ ნახევარში მინდა მივესალმო ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელ ნიკა გურინს და ასევე მის ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორს ქეთი მურღულიას. გამარჯობათ ხალხო კიდევ ერთხელ. ხო, თქვენს მოკეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ხართ ასევე და ესე ვიცნობთ ერთმანეთს. მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით. ხო, ყველანი ზუმით ვართ, ეპიდვითარებიდან გამომდინარე. ნიკა, თუ შეგიძლიათ ძალიან მოკლედ რო გვითხრა, საერთოდ ევროკლუბის ისტორია, პრინციპში ეხლა ცოტა ხნის წინ იზეიმა მან შექმნის წლისთავი. კი. მოგესალმებით ყველას, ესმა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და უნდა ასე ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა თქვენი გადაცემის ქუდი. მოკლედ ძალიან საინტერესო მესიჯებით იყო და მადლობა დიდი მოწვევისთვის და ევროკლუბის დაინტერესებისათვის. კი, და ასევე მადლობა ქეთის და ასევე მადლობა შენც, იმიტომ რომ შენც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ხარ ჩვენს თავით და შენც ასე ვთქვათ აქტიურად ხარ ჩვენი ევროკლუბის მუშაობაში. ეხლა რაც შეეხება ევროკლუბს, 6 ნოემბერს წელს შეგვისრულდა 1 წლის თავი, შარშან 2019 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა ყვარლის ევროკლუბი და მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ევროკლუბი არ არის, რაღაც მხოლოდ სივრცე, ეს არის იდეა. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი ხედვა და ასეთი მინდა რომ იყოს. რაც შეეხება ისტორიას, შარშან დავიწყეთ, მოკლედ ახალგაზრდა ევროპელი ელჩთა ინიციატივის ფარგლებში, მოკლედ EU-Neighbor-მა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაგვიჭირა მხარი და რაღაც გაგვეკეთებინა მოკლედ კახეთში. ყოველთვის მინდოდა ყვარლიდან ვარ და ყოველთვის მინდოდა რომ ყვარელში რაღაც გამეკეთებინა. იმიტომ რომ როდესაც მე ვიყავი სკოლის მოსწავლე და ყვარელში ცხოვრობდი, ახლაც კი ძირითადად აქ ვარ, მაგრამ მაშინ ძირითადად არაფერი არ ხდებოდა. და მე როცა უკვე სტუდენტი გავხდი და ყვარელში ჩამოდიოდი ხოლმე, ჩემი მეგობრებიც და მე სულ წუწუნებდით, რომ არაფერი არ ხდებოდა ახალგაზრდებისთვის და მინდოდა რომ რაღაც შემექმნა, რაღაც შეგვექმნა ერთად, რომელიც იქნებოდა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენს, ასე ვთქვათ, შემდეგი თაობისთვის საინტერესო. და რა არის ის, რაც ახლა იქ ხდება? რაც თქვენ გააკეთეთ? ეს არის ჰაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის და განათლებისთვის. მართალია ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ და ცხადია ხა როგორც ყველა ჩვენც უკან დაგვწია, თუმცა 1 წლის განმავლობაში თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ რაღაც გრანტი არ აგვიღია, არავის ჩვენთვის ფული არ მოუწია და ფული არ ჩაუსხავთ ამ პროექტის, მოდი ეს გავაკეთოთ, ჩვენ ასე ვთქვათ, ცარელა ხელებით შევძლებთ ამის გაკეთება ევროკავშირის და ადგილობრივი კარგი ადამიანების დახმარებით. ხო, აი ეს ძალიან საინტერესო, რა აქტივობებს მართავთ ხოლმე, ვის იწვევთ, როგორ იწვევთ ამ ადამიანებს? კი, მანამდე თუ სურვილი გაქვს იმასაც ვიტყოთ, როგორ გავაკეთეთ, იმდანიდან ისტორია ახსენე შენ. არაფერი არ გქონდა, გულწრფელად გეუბნები, საერთოდ არაფერი არ გქონდა და ჩემს ყოფილ სკოლაში, სადაც მე სწავლობდი და დავამთავრე, სკოლის დირექტორმა მოკლედ გადმოგცა ერთი ოთახი, რომელიც რაღაცა ყველაზე კარგი ოთახი. და ადგილობრივი ბიზნესი დაგვეხმარა, მოკლედ კორპორაცია ქინძმარაული, რომელიც არის მეღვინეობის
ღვინის ინდუსტრიის კომპანია. ესენი დაგვეხმარნენ მოკლედ ძირითადად აი საწყის ეტაპზე და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც კორპორაცია ქინძმარაულში მივედი, აი დამერწმუნეთ სახელი და გვარიც არ ვიცოდი გენერალური დირექტორის. ისე მივედი და რაღაც შეხვედრა გთხოვე სატელეფონო ზარით და ეს ადამიანები შემხვდნენ და აი სრულიად უცხო ადამიანს ასე ვთქვათ გაუზიარა ჩემი ხედვა რომ აი ეს გვინდა და ეს ადამიანები დაგვეხმარნენ გვენდნენ სკოლის მასწავლებლები იყვნენ ასევე ჩართული აქტიურად ჩვენ ადგილობრივი ადმინისტრატორიც ყავს სკოლის ანუ რომელიც გვეხმარება ამ ყველაფერში ეთერ ხარებაშვილი და ასე შემდეგ და ასევე ანუ დაგვეხმარა სოკარ ჯორჯია გაზი და მე კიდე სხვადასხვა კომპანიები და ანუ მე ყოველდღიურად ვიზდებით ეს არ იყო რაღაცა ერთ დღეს გავხდით ასეთები მაგალითად 6 ნოემბერს 2019 წელს თუცა ევროკავშირის ერთში კარ ჰარცერი ჩამოვიდა ყვარელში და გახსნა ერთ ოთახი გქონდა მხოლოდ და რაღაც 1-2 წიგნის კარა და მეტი არაფერი გქონდა. დღეს გვაქვს უკვე ძალიან ბევრი რაღაც, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვითარდებით. ანუ ევროკლუბი არის რაღაც როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისეთი, მოკლედ და რაღაც ამ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია მე საფრანგეთის საელჩომ, ევროპის უნივერსიტეტმა უფასო ინგლისურის კურსები გქონდა და ამით ეხლა თან ვცდილობ იმ კითხვას უპასუხო, რაც გითხარ, რა ხდება აქო. უფასო ინგლისურის კურსები გქონდა, გვაქვს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა და დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წიგნების გადმოცემისთვის. დიდი მადლობა გამომცემლობა პალიტრაერს არაჩვეულებრივი წიგნებისთვის. გვაქვს ასევე ჟურნალი, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოდის ამერიკული ინტერესი და დიდი მადლობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს, რომელიც გვაძლევს და ყოველი ახალი ნომერი გამოდის ყვარელში და ძალიან პოპულარულია. ანუ სხვადასხვა ორგანიზაციები გვაძლევენ ხოლმე მოკლედ იმის საშუალებას, რომ ჩვენს სივრცეში გქონდეს მათი ჟურნალები, გაზეთები, წიგნები, Forbes-საც ასევე დიდი მადლობა Forbes საქართველოს, რომელმაც გადმოგცა ყველა ნომერი, რაც კი აქამდე გამოუციათ და ასევე მთელი ზაფხულის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით მოკლედ ვინაიდან პანდემია იყო და ხურულ სივრცეში არ შეიძლებოდა შეკრება და ისიც გავითვალისწინოთ რომ ყვარელში კინოთეატრი არ არსებობს და ჩვენ გავაკეთეთ მოკლედ ღია სივრცეში ღია კინოთეატრი ასე ვთქვათ და ყოველ შაბათს ვუშვებდით სხვადასხვა ფილმს და ამაში კორპორაცია ქინძმარაულიც აქტიურად იყო ჩართული, იმიტომ რომ სივრცე დაგვითმეს უფასოდ და არა მხოლოდ სივრცე, სხვა რამაშიც გვიჭერდნენ ხალხს მოკლედ და ყოველ შაბათს ყვარელში იმართებოდა ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებები და ფილმის ჩვენების შემდეგ იყო უკვე დისკუსიები და სხვადასხვა საინტერესო სპიკერი ყავდა მოწვეული ამაზე, სხვადასხვა საინტერესო თემას განვიხილავდით და მადლობა თითოეულ სპიკერს, იმიტომ რომ ჩვენ რაც ევროკლუბი არსებობს, არც ერთი სპიკერისთვის, არც ერთ-ერთი არ გადაგვიხდია, ეს ადამიანები უსასყიდლოდ მოდიან, ატარებენ ლექციებს და ასე შემდეგ. ახლა დავიწყეთ ფოტოშოპის წიგნის კლუბი. ეს ძალიან საინტერესო არის, რომ ახსენან სპონსორების მოძიება ჩვენთან არ არის ჯერ ძალიან ისეთი ხშირი მეთოდი, მაგალითად ხო ან თუნდაც ავეჯით მოწყობით ან წიგნებით ან სხვადასხვა ნივთებით, ხო საკანცელარიო იქნება აღჭურვილობა, პროექტორები, პრინტერები და ასე შემდეგ. ყოველივე ის, რაც პროექტებით შეიძლება არ დაგიფინანსონ, აი ამ გზით შესაძლებელია, რომ ასევე მოვიძიოთ და მართლაც ვიმუშაოთ ადამიანებთან და რაღაცნაირად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოვიძიოთ და თუნდაც ის, რომ სკოლამ მოგცათ ეს ოთახი თქვენ ერთგვარად უპირობოდ ესეც დაგეხმარათ ალბათ ნდობის მოპოვებაში სპონსორების მხრიდან და იმაში რომ ყოველივე ამას მოხალისეობრივად ასრულებთ და ნიკა შენ მაგის გარდა კიდე 2-3 მსახურში მუშაობ ესეც არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია რომ ახალგაზრდული პროექტები ნიშნავს აუცილებლად ხელფასს, შემოსავალს, ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს რომ შეიძლება რაღაც მოხალისეობრივ საწყისებზეც აკეთო მათ შორის. მე კეთისთან მინდა გადავიდე კითხვით ევროკლუბის აქტივობებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით უკვე პანდემიის დაწყების შემდეგ უკვე თქვენ დაიწყეთ ონლაინ ივენთები. ამაზეც რო გითხრა, როგორ აორგანიზებდით, როგორ არჩევდით სპიკერებს და ხალხის მობილიზება უფრო გაგიჭირდათ თუ უფრო გაგიმარტივდათ, როგორ იტყვი? პირველ რიგში მოგესალმებით და გვერდები ნიკას მოლოცვებსაც, მადლობებსაც პრინციპში ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვს. მადლობა, რომ ეს ახალგაზრდული პლატფორმა გამოგვიყავით ჩვენს, რომ ვისაუბროთ იმ პროექტებზე და იმ ღონისძიებებზე, რაც განვახორციელებთ უკვე და რასაც განვახორციელებთ პრინციპში სამმავლოდაც, იმიტომ რომ ედანიკას ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ევროპასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ონლაინ
პლატფორმას პრინციპში ევროკლუბში ჩემი შემოსვლა საკმაოდ რთულ დროს დაემთხვა ნიკა და მეთანხმება. ეს იყო მარტის თვე, როდესაც საკარანტინო ზონად გამოცხადდა მარნეული და ამის პარალელურად ქვეყანაში ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა მარნეულის გარშემო და ამას ემატებოდა პლუს ენობრივი ბარიერი. ეს ორი გამოწვევა ჰქონდა მედანიკას და პრინციპში უნდა გვეპასუხა ამ ორი გამოწვევისთვის ღირსეულად ახალგაზრდების ჩართულობით. რესურსების მობილიზაცია მომენტალურად დავიწყეთ, ნიკა და მეთანხმება, საკარანტინო ზონად გამოცხადდა თუ არა მარნეული, მედანიკას 2 საათში უკვე ღონისძიების გეგმა გვედო წინ და ეტაპობრივად დავიწყეთ შემდეგი დღიდან ამ იდეის განხორციელება, რაც გულისხმობდა შემდგომს განხორციელებინა მობილიზაცია სამოქალაქო აქტივისტების მარნეულში და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებიც პარალელურ რეჟიმში სინქრონულად თარგმნიდნენ იქ არსებულ სიტუაციას და პირდაპირ ლაივ ეთერში უყვებოდნენ ადამიანებს თუ რა ხდებოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონის გამოცხადების შემდგომ მარნეულში და აწვდიდნენ რეკომენდაციებს როგორ უნდა დაეცვათ უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილობრივ მოსახლეობას და დანარჩენ საქართველოსაც გვეუბნებოდნენ თუ რა ხდებოდა რეალურად იქ. ეს რესურსების მობილიზაცია საწყის ეტაპზე მოხდა ჩვენი პირადი რესურსებით, პრინციპში მედანიკასი და საბოლოოდ გაფართოვდა წრე და უკვე აქეთაც კი უკავშირდებოდნენ ადამიანები, რომ თვითონაც ჩაერთვებოდნენ და გაუძღვებოდნენ ამ ერთგვარ ლაივ სერიას. ამ პრინციპში ამ ღონისძიებით მოხდა ჩემი ევროკლუბთან ინტეგრაციაც და ერთი რამ მინდა დავამატო, ნიკა და თვითონ ევროკლუბი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ახალგაზრდებისთვისაც ჰქონდა ნახოთ ყვარელში დავუშვათ ახალგაზრდების დამოკიდებულება და კითხველი რეაქციები ნიკას მიმართ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება რაღაცა ჩანაფიქრი აქციო იდეაც. თუმეტეს ნიკა საკმაოდ დაკავებული ადამიანია და ამ იდეას რო ახორციელებს და ძალიან დიდ რესურსებს ახმარს პირად საკუთარს, ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩემი აზრით იგივე სხვა ახალგაზრდებისთვისაც, იგივე რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისითაც და მედანიკასთვის პრინციპში ონლაინ ფორმატი გამოწვევა არ არის, დღეს უკვე ვინაიდან ეს ვაქციეთ რაღაც ერთგვარ პლატფორმად ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო და აი ამის ხმას ემედა. მე ნიკას აუცილებლად მინდა ვკითხო, აი როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს რომ ჩაერთონ ევროკლუბში, ალბათ გარდა ვთქვათ შეხვედრებზე დასწრებისა, იმიტომ რომ და აქვე მივაბამ ამ კითხვას სამომავლო გეგმების კითხვას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ახალგაზრდული ორგანიზაციები სამწუხაროდ მთავრდება იქ, სადაც ანუ ადამიანები ამთავრებენ უნივერსიტეტებს, იწყებენ სამსახურს, მიდიან უცხოეთში და ეს ორგანიზაციები, ინიციატივები რჩება ისე, რაც ძალიან სამწუხარო არის ხოლმე. აი ამ მიმართულებით როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს რომ ჩაერთონ უკვე დღეს ევროკლუბის საქმიანობაში? მადლობა ესმა, მადლობა ასევე ქეთის საინტერესო რიმარკებისთვის, შენიშვნებისთვის. ხო, რაც შეეხება ახლა შენს შეკითხვას ესმა, ანუ თავდაპირველად მინდა თქვა, რომ აი როდესაც ევროკლუბი იქნებოდა, მაშინ ფიქრობდით, რომ აი ხო არ ყოფილიყო ეს წევრობაზე დაფუძნებული ან რაღაც, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ანუ არანაირი წევრობა არ გვჭირდებოდა ჩვენ, ანუ ყველა ჩვენი ღონისძიება, რომელიც იგეგმება, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის არის, ეს არის ასე ვთქვათ, ღია კარის პრინციპი, ჩვენ ვაანონსებთ სოციალურ ქსელში, ასევე პერიოდულად ვიყენებთ ხოლმე რაღაც სოციალურ Facebook-ს რეკლამასაც იმისთვის, რომ ანუ ადგილობრივი დავფაროთ, მაგალითად, ანუ ყველას მივწვდეთ ყვარელში მცხოვრებებს და ანუ ყველას ვეპატიჟებთ. არც წინასწარ ბარიერებს ვქნით თუ ადამიანები დარეგისტრირდნენ, არც არაფერს. ანუ მაგალითად გვაქვს ფილმის ჩვენება, რაღაც ტრენინგი. ვწერთ თუ აი ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ საათზე, ამა და ამ ადგილას გვაქვს და ანუ ადამიანები თვითონ მოდიან ყვარელში, ადამიანები უკვე მიეჩვენენ იმას, რომ იციან, რომ როცა ყვარელის ევროკლუბის ღონისძიებაზე მივიდეთ, იქ აუცილებლად დახვდებათ რაღაც კარგი. ანუ შეიძლება ეს ცოტა ამპატანურად გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ უკვე 100-ია. და ასე რომ ანუ ღია კარის პრინციპი გვაქვს ყველას, ანუ განურჩევლად ნებისმიერი სახის იმის რა ქვია, ნებისმიერი სახის ნიშნისა ყველასთვის ღია ჩვენი კარი. მოკლედ და სხვათა შორის ძალიან კარგი ინგეიჯმენტიც გვაქვს სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრ ნახვაზე ადის ჩვენი კონტენტები და ძალიან გვიხარია. და ძალიან მალე რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური ჩვენი საიტიც ჩაეშვება და ანუ
ბევრი ადამიანი მუშაობს მოკლედ ამაზე, ამის თქმა მინდა, ანუ ეს როგორც უკვე გითხარით, მართლა როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისე, ანუ ეს არ არის რუტინული საქმე. ეს არის ყოველდღე რაღაც ახლის ძიება, ყოველდღე რაღაც ახალი ადამიანთან შეხვედრა, ახალი აზრის და უცხო აზრის მოსმენა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კიდევ ერთხელ ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელთანაც კომუნიკაცია მქონია აი ამ ევროკლუბის თემაზე ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ თითოეული ადამიანისგან ჩვენ გვჩება რაღაც, სწავლობთ რაღაც ახალს და ევროკლუბი ყოველდღიურად იზრდება, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ერთი წლის წინ არაფერი გქონდა, ცარალა ოთახი გვაქვს და დღეს გვაქვს სივრცე, რომელიც არის არაჩვეულებრივი სივრცე, სატრენინგო, არის აღჭურვილი ყველანაირი ტექნიკით, რაც შეიძლება სატრენინგო სივრცე იყოს, სატრენინგო სივრცე შეიძლება სჭირდებოდეს და არის იმაზე უფრო მეტიც. მოკლედ, მართალია პანდემია ხელს გვიშლის, პანდემია გვაფერხებს, თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ და აი ბოდიში ეს დავამთავრებ, ის შეკითხვა რაც შემიძლია, რომ თქვათ მე წავალ მომავალ წელს უცხოეთში და ეს დაიხურება და გაუხდება, ასე არ იქნება, იმიტომ რომ ყვარელში იქნებიან და არიან ადამიანები, რომელიც ამ ჩვენ დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. ანუ ევროკლუბი არ მოკვდება. და ეს ინგლისურის კურსები ძალიან საინტერესო იყო იმით, რომ მათ შორის საჯარო მოხელებიც ესწრებოდნენ და არა მხოლოდ ახალგაზრდები. ხო, ბოლოს სანამ დაგემშვიდობებოდი ნიკა და გადავიდოდით უკვე ფრეიაზე, მინდა გკითხო, რომ ტრადიციული კითხვა გვაქვს ყველასთან ასეთი, რა არის საქართველოში ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ახალგაზრდებისთვის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათლება. განათლება და განვითარება. ამის მიღმა არაფერი არ არის ისეთი. ნუ თავისუფლება ცხადი. ზოგადად ესეთი ევროკლუბში მინდა რომ დავწეროთ კედელზე დიდი ასოებით. ზოგადად კი გვიწერია ხა, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე ავიღეთ ჩვენს мотивაციათ, ასე ვთქვათ, ევროკლუბის სლოგანიც ეგ არის ილიას გზით ევროპაში. მაგრამ უნდა დავწეროთ დიდი ასოებით, რომ შრომა, სწავლა, ბრძოლა და თავისუფლება. აი ეს არის მოკლედ ევროკლუბის იდეალი და აი ეს 4 რო გავაერთიანოთ და ახალგაზრდებისთვის აი ეგ არის ყველაზე მეტად საჭირო და რაც თავარია განათლება, იმიტომ რომ სამწუხარო პრობლემა გვაქვს, არა მხოლოდ ყვარელში, ზოგადად ჩემს თაობაში შეიძლება მეც მოვიაზრებოდე რომ არ გვიყვარს ბევრი კითხვა. ეს არის ძალიან ცუდი და მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ყვარელში ახლა წიგნის კლუბს ვიწყებთ ახალგაზრდებისთვის და უფროსებისთვის ერთობლივად 30 ადამიანს და გადავცემთ ხოლმე ერთი და იგივე წიგნს, მივცემთ 102 კვირას, ეს ადამიანები წაიკითხავენ, მე ამაზე გვექნება დისკუსიები, შემდეგ ვაძლევთ ახალ წიგნებს და ასე შემდეგ. ანუ გვაგრძელებთ მუშაობას, მოკლედ ამ იმის თქმა მინდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ მოწვევისთვის, მადლობა ევროკავშირის დელეგაციას და ყველა იმ საელჩოს, რომელიც აქტიურად არის ევროკლუბის მუშაობაში ჩართული და მერწმუნეთ, რომ მალე ბევრი სიახლა გვექნება. ძალიან მაგარი. სხვათა შორის ძალიან გავს ეს თავისუფალი უნივერსიტეტის სლოგანსაც შრომა, ცოდნა, თავისუფლება, ძალიან საინტერესო იყო ეხლა გამახსენდა. ნიკა, მადლობა შენ. ახლა კი უფრო დეტალურად გადმოვალ ფრეიასთან. ფრეიას წარმომადგენლები ყვანან ისევ ქეთი მურღულია დარჩება და ასე შემოგვიერთდა თათა მკურნალიძე, ასევე ფრეიას თანადამფუძნებელი. მოდი, ქეთი, შენგან დავიწყოთ. ზოგადად რას ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რას აკეთებთ, რას საქმიანობთ, რას ემსახურება, როგორ შეიქმნა? პრინციპში ევროკლუბისგან განსხვავებით ფრეია ჯერ ერთი წლისაც არ არის. 5 დეკემბერს გვისრულდება ერთი წელი და ვამაყობ უკვე იმით, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევწელი რამოდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება თან ზუსტად პანდემიის პერიოდში. თვითონ ორგანიზაციის შექმნის იდეა ჩვენ 6 თანადამფუძნებელი ვართ, 6 გოგო, ეფუძნება თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას საქართველოში და უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ქალთა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას და ინტეგრირებას მეტად საზოგადოებაში. ეს იქნება რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ. ეს ორი ჯგუფი ახლა გამოყავი კონკრეტულად იმიტომ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტები ზუსტად ამ ორ ჯგუფს ემსახურება განსაკუთრებულად და ფრეიას მოუწია პრინციპში პანდემიის პარალელურად ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც დადგნენ ქალები საქართველოში, COVID ვირუსის გადამკილი, ასე შეიძლება ითქვას და ჩვენ პირველი დიდი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის
ფართოჭერით განახორციელეთ, ეხმაურებოდა სწორედ პანდემიის უმთავრეს გამოწვევას, ეს იყო ძალადობის მომატებული რიცხვები ოჯახში და ამ გამოწვევის საპასუხოდ დავიწყეთ ეთნიკური უმცირესობებისთვის პირველი პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი დონორის, აგრეთვე ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ უკვე ეკოაქტივისტი ქალებისთვის და გოგონებისთვის პროექტს, რაც ემსახურება მათ პოპულარიზაციას და საზოგადოების ფართო მასებისთვის მათი აქტივიზმის გაცნობას. მოგეხსენებათ, რომ მწვანე პოლიტიკა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, სამწუხაროდ მეტნაკლებად არ არის აქტუალური პრობლემა საქართველოში, ამაზე ფართოდ არ საუბრობენ და როგორც კი ეს გამოწვევა დავინახე, შევეცადე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ღირსეული პასუხი გამეცადა, ვამაყობ იმით, რომ თუკი სადმე საქართველოში მწვანე პლატფორმა არსებობს დღეს, თითოეული მათგანის წარმომადგენელი მეტნაკლებად ჩართულია ჩვენს პროექტში და მალე იხილავთ ამ შედეგებს ამ პროექტის დაიდება ფრეიას სოციალურ გვერდზე, Facebook გვერდზე, მუშაობთ ასევე ბლოგების მიმართულებითაც, რომელიც ასევე იქნება საჯარო და თუ გაინტერესებთ და თქვენს მსმენელს აინტერესებს არა მხოლოდ ამ პროექტის, არამედ სამმავლო პროექტის ღონისძიებებით, შეგიძლიათ დალაიქოთ და შემოგვიერთდეთ ფრეიას Facebook გვერდზე. თათას მინდა ვკითხვა, ეს ძალიან უცხო სახელი ქვია ამ ორგანიზაციას და რას ნიშნავს ეს სახელი და ასევე მე აუცილებლად უნდა მოგვიყვე უფრო მეტი თათა თვითონ ამ ეკოაქტივიზმის პროექტთან დაკავშირებით, რატომ გარემოს დაცვაშიც არის ეს გენდერული სტერეოტიპები და განსხვავებები, თქვათ, ქალს და მამაკაცს შორის და მანდაც ეკოაქტივიზმის კუთხითაც არ არიან ქალები თანაბრად წარმოდგენილი? გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ეს მომოწვევისთვის, მემოსალმები საზოგადოებასაც, რომლებიც ახლა ონლაინ რეჟიმში გვიყურებენ ან ლაივში, ან შემდგომ მომავალში ნახავენ ჩანაწერს. ფრეიას არის ერთ-ერთი ესეთი აბრივიატურა. დიდი ხანი ვფიქრობდით, როდესაც ვაარსებდით ორგანიზაციას, თუ რა დაგვერქმია ჩვენი ორგანიზაციისთვის. და გადავწყვეტეთ, რომ დაგვერქვია ფრეია, რომელიც ასევე ქალღმერთის სახელიც არის და რადგან ქალთა უფლებებზე უნდა ვიმუშაოთ, გვინდოდა მარტივი, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი. ინგლისური სიტყვების აბრივიატურა F ნიშნავს freedoms, R ნიშნავს rights, E equalities, Y ნიშნავს youth და A ნიშნავს associations. ეს ნიშნავს ქართულად თავისუფლება, უფლებები, თანასწორობა და ახალგაზრდების ასოციაცია. ეს ყველაფერი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ნამდვილად ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ იყოს მეტი თავისუფლება, ქალთა უფლებები იყოს დაცული, უფრო თანაბარ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მწვანე აქტივიზმის პროექტთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ უფრო დეტალურად ვისაც დაინტერესებს, რა თქმა უნდა, შეეძლებათ, რომ ჩვენს პუბლიკაციას გაეცნოს, რომელიც გარკვეულწილად გასცემს ზუსტად იმ კითხვას პასუხს, რომელიც ახლა ესმამ დასვა, საკმაოდ პროფესიონალურად და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გასცემ ჩვენი პუბლიკაცია ამ კითხვას პასუხს. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო ბლოგ პოსტები გვექნება, რომელიც ასევე ისაუბრებს იმ სტერეოტიპებზე, რაც არის ქალთა მიმართ და რა აერთიანებს ფემინიზმსა და ეკოაქტივიზმს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა სირთულეები საწყდებიან ეკოფემინისტი ქალები, რომელიც არის სირთულეები გამოწვეული სწორედ იმით, რომ ისინი არიან ქალები და ასევე ძალიან საინტერესო სტატიებს გადავთარგმნით და ის სტატიებიც გარკვეულწილად გასცემს ამ კითხვას პასუხს. მაინც მოკლედ რო გითხრა, რა სირთულეებს აწყდებიან ქალები ამ მიმართულებით? თქვენი პუბლიკაციის ძირითადი მიგნებები რა არის? ერთ-ერთი სირთულე, რაც ყველაზე მეტად მახსენდება, არის ის, რომ ერთ-ერთ ჩვენს რესპონდენტს უთხრეს, რომ რა გინდათ აქციაზე, თქვენ ხართ ქალი და რატომ არ იქნებით ამ მომენტში სახლში. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი სტერეოტიპი და სირთულე, რასაც ქალები აწყდებიან. ეს ფსიქოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ქალზე ახდენს გავლენას, როდესაც მას ეუბნებიან, რომ იმდენად არ არის მნიშვნელოვანი მისი გამოსვლა და მისი სიტყვა, რომ ის უნდა წავიდეს სახლში და ნაცვლად იმისა, რომ მან ბუნებაზე იზრუნოს იმაზე, რომ გქონდეს მეტი პარკი, მეტი მწვანე ადგილი, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეს ვისუნთქოთ და ასე შემდეგ, მათ ეუბნებიან, რომ უბრალოდ მათი ადგილი არ არის აქციებში და საკუთარი თავის გამოხატვაში.
რასაც არ ეტყოდნენ, რა თქმა უნდა, კაცს, რომელიც იქნებოდა ეკოაქტივისტი. ხო, ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. დღესაც კი და ჯერ კიდევ საქართველოში ამ მიმართულებით. ქეთის მინდა ვკითხო ასე მომავალი გეგმების შესახებ. პრინციპში ნაწილობრივ ვისაუბრა უკვე თათამ ბლოგებზე, მედია კონტენტზე. ახლა რა პროექტს ახორციელებთ უფრო კონკრეტულად? იმისა, რომ ამ ეტაპზე ვახორციელებთ ეკოაქტივისტი ქალები საქართველოდან, ეკოაქტივისტი ქალების ხმა საქართველოდან, ხალხთა ფონდის მხარდაჭერით, ამ პროექტს, რომლის განმავლობაში რეალურად უკვე გახორციელებული გვაქვს რამოდენიმე აქტივობა და უკვე შედეგების გამოქვეყნებაზე და საჯაროობის ეტაპზე ვართ გადასულები. გარდა ამისა, მუშაობთ სამი სხვადასხვა მიმართულებით საპროექტო განაცხადებებზე, რასაც სამომავლოდ დავანონსებ, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა ეს პროექტები თავის-თავში გულისხმობს ასევე ეთნიკური უმცირესობის ქალებისთვის ღია პლატფორმის შექმნას, რომ ხელი შეუწყოთ მათ მეტად ინტეგრირებას საზოგადოებაში. უფრო კონკრეტულად, რაც შემიძლია ამ ეტაპზე ასევე კითხვათ არის ის, რომ თვითონ ფრეიას მიზანი არის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების მეტად გაძლიერება. ჩვენ ყავს პარტნიორი ორგანიზაციები, მაგალითად, აჭარის რეგიონში მუსლიმი ქალების მიმართულებით ვახორციელებთ არაერთ პროექტს წასულში და ვგეგმავთ სამომავლოდაც უფრო ფართომასშტაბიანი პროექტების დაგეგმვას. და ყველაზე მთავარი რაც არის რომ ის გამოწვევა რასაც გვიქმნის ხო ეს პანდემია ეტაპობრივად ჩვენ იძულებულები ვართ რომ გადმოვერთოთ მეტად ონლაინ რეჟიმში და ვცდილობთ რომ ეს კონტაქტი რასაც ფიზიკური კომუნიკაცია გულისხმობს ბენეფიციარებთან მეტნაკლებად არ დავკარგოთ და სამმავლოდ ვფიქრობ რომ უკვე შევთავაზოთ ონლაინ სერვისები იქნება ეს სოციალური მუშაკის იურისტის თუ ასე შემდეგ ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა არის სწორედ ეს რომ ბენეფიციარებთან მქონდეს მეტი კომუნიკაციის საშუალება და მივაწოდო ის სერვისები, რასაც ისინი ფიზიკურად დაუშვათ იღებდნენ პანდემიამდე და რეალურად ეხლა მეტი საჭიროება ამ სერვისების მე რამდენად რთულია მუშაობა დისტანციურად, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრობთ ორივე თბილისში და გიწევთ ამ რეგიონებში რომ იაროთ. თუ როგორ მუშაობთ, თუ ყავთ ადგილობრივი თემის წევრებიც თანადამფუძნებლებად და ისინი უწევენ ადგილზე კოორდინაციას პროცესს. თანადამფუძნებლებად არ ყავს, მაგრამ როგორც ვახსენე, ყავს პარტნიორი ორგანიზაციები რეგიონებში, სათემო ცენტრების, იგივე ჟურნალისტების სახით მაგალითად ალიქ მედია, რომელიც მთლიანად თავის თავზე იღებს ხოლმე ონლაინ მხარდაჭერას მედია ინფლუენსერების კუთხით, ასე რომ ვთქვათ, რეგიონში მარნეულში განსაკუთრებით, გარდა ამისა აჭარაში ქართულ მუსლიმთა კავშირი და ხურია ბაშიძე განსაკუთრებით აქტიურად გვეხმარება ხოლმე და არის ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი, თუმცა მე მახსენდება რაღაცა პერიოდები, განსაკუთრებით პანდემიამდე სანამ ეს მწვავე დადგებოდა კოვიდის საკითხი, მე და ქალბატონი თათაც იყო კვირა, როცა დაუშვათ ყოველ თვე, როცა ყოველი კვირის ბოლოს აჭარაში ვიყავით. მაგალითად, გააჩნია გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რას მოიცავს კონკრეტულად პროექტი, ხო? შესაბამისად ვცდილობთ, რომ მაინც როგორც ფიზიკურად ვიყოთ წარმოდგენილი ამ თუ იმ რეგიონში, მინიმუმ ონლაინ კომუნიკაცია აქტიური გქონდეს ამ თუ იმ რეგიონის წარმომადგენლებს. ჩვენ უკვე გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ და თქვენც ორივეს ქეთი შენ და თათასაც კითხოთ, რა არის ახალგაზრდებისთვის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი საქართველოში? მოდი თათა შენ და შემდეგ ქეთი. პროექტებს რომ ახორციელებთ ხოლმე, ყოველთვის გვაქვს თან ტრენინგს ჩავატარებდეთ მაგალითად კითხვარები ახალგაზრდებისთვის და ასე ტრენინგის ბოლოსაც სადაც მას ვეკითხებით თუ რა სურთ, რა იქნებოდა მათთვის უმჯობესი რა და ხშირად არის ხოლმე როგორც უკვე ნიკა გურინმას თქვა რომ განათლება მეტი საშუალებები იმისთვის რომ კარგი განათლება მიიღონ, მეტი ცოდნა მიიღონ. შესაბამისად ვფიქრობ რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა მიჭირს სხვა ადამიანების ნაცვლად საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს განათლების საკითხი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში განსაკუთრებით. თბილისში მაინც გვაქვს ასე თუ ისე ბევრ ტრენინგზე წვდომა, მაგრამ რეგიონებში ეს პრობლემატური არის. და რა თქმა უნდა, ინტერნეტის პრობლემასაც გამოყოფდი და მახსენდება პროექტი ჩართე, რომელიც ეხმარება
მრავალ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას, მაგალითად, ჰქონდეს ინტერნეტი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კეთი, სანამ გვეტყოდეს შენ აზრს თუ რა არის ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან მოკლედ რო გითხრა, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს რომ ჩაერთონ თქვენს ორგანიზაციაში, განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბენეფიციარების საკმაოდ დიდი ბაზა, მუდმივად მივესალმებით ახალ ბენეფიციარებს, ყოველი ახალი პროექტის წინ დგას ხოლმე ახალი ბენეფიციარების მიღების საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული პროექტის თემატიკიდან გამომდინარე. ყოველთვის ვდებთ იგივე აპლიკაციო ფორმას თუ ინფორმაციას ჩვენს Facebook გვერდზე, თუმცა უკვე ნელ-ნელა დავიწყებთ მზადებას ვებ გვერდის მოსამზადებელადაც. ეს არის კავშირი ფრეიასი, პრინციპში შეგვიძლია რომ დავუშვათ შემდგომ როცა დაიდება ეს გადაცემა, თუ ინტერესი იქნა ჩვენი გვერდი დავლინკოთ კიდეც და დაინტერესებული პირები შემოგვიერთდნენ და ძალიან მივესალმებით ამ ფაქტს, სადაც ამაუთად ასევე ბევრი პროექტი დაიდება და უკვე დევს საკმაოდ ბევრი ინფორმაციული სტატია იქნება ეს თუ ბლოგი, რომელსაც შეუძლია გაეცნო, გარდა დავუშვათ კონკრეტულ პროექტებში ჩართულობისა და ვთვლით რომ აი ნიკამაც ახსენა რომ ღია ვართ, როგორც ევროკლუბი, ასევე კავშირი ფრეია ღია ვართ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის და პირიქით მივესალმებით მეტი ახალგაზრდის ჩართულობას ჩვენს პროექტებში. ხო, ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩართულობისთვის. ჩვენ ამ ლინკებს უკვე გადაცემის ვიდეო ვერსიაში ვეცდებით რომ ყველანაირად გავაზიაროთ, რათა ამ ორგანიზაციებთან ყველას მაყურებელს ჰქონდეს წვდომა და ერთი კვირით კი დაგემშვიდობებით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.